ისე მოხდა გეოპოლიტიკურ ამ ძვრებს ყოველთვის რაღაც ეკონომიკური ბალანსი და ეკონომიკური დისბალანსი უდგას საფუძვლად რა და საერთოდ ისე მოხდა რომ ეს სიტყვა წარმოება და ინდუსტრია იყო რაღაც ტაბუ დადებული და რატო ხო ჩინეთში იყო გადასული ეს აწარმოოს ყველანაირი სექტორი ძირითადად სიმძლავრეები და ეგრეთ წოდებული ჩინეთი იყო ერთგვარად მსოფლიოს ფაბრიკა რა სადაც იწარმოებოდა მაგრამ ამ მსოფლიოს ფაბრიკამ შეძლო ის რომ ეს როლი შეინარჩუნა და პლუს მაღალტექნოლოგიური მაწარმოებელიც გახდა. ამას მოყვარა რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ და მან სწორად გააკეთა ეს ამ შემთხვევაში რომ ცადა რომ ეხლა ჩინეთი რომ აწარმოებს ჩვენს უნდა დავდოთ ისევ ფსონი გავიხსენოთ წარმოების სექტორზე და ტრამპიც რეალურად ამბობს რომ ევროპის ჩაჩოჩების პოლიტიკა რაც ბაიდენმა დაიწყო ტრამპიც აგრძელებს ხო თუმცა იქ იყო მაინც ის ფლირტაობა ასე ვთქვათ უკრაინასთან რუსეთის დაჩოქების ცდობა, ანუ რაღაცეებში ცხადია, ხა ის სიგიჟე რაც ვოუკიზმი იყო, ეს დაასრულა და ეს კარგია, მაგრამ რაღაცა მემკვიდრეობითობის ხაზი მაინც უნდა დავინახოთ. ტრამპი ამბობს ამორადმინისტრაციის პოლიტიკაში. თქვენ რუსეთისგან თავი უფრო მეტად უნდა დაიცვათ, ვიდრე ჩვენ. ჩვენ ესეთი უფრო ძლიერები ვართ და მან დონორს დოქტორის შესაბამის რამას ამბობს, ოკეანეა ჩვენ შორის და მოდი რა ფული გადაიხადეთ და თქვენი თავდაცვითარიანობა გააძლიერეთ. და მე მოგხიდით იარაღს. თქვენ ხო ვეღარ აწარმოებთ. ანუ მე არ ამგონია რომ სხვა შორის გერმანიაში და საფრანგეთში მით უმეტეს ინგლისში ეხლა რაიმე ისეთი ძლავრი ქარხნები ააგუგუნონ, ჭურვები გამოუშვან, ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები, დიდი ეჭვებარება რომ ამის ერთი ადგილი ევროპას ეხლა. ანუ ეხლა ევროპაზე რადგან ვიკითხეთ, ხო, ანუ ევროპაში არის ეგზისტენციური კრიზისი და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მასკის და ტრამპის ერთობლივი ინტერვიუ იყო, სადაც მასკი ეს ტექნოლოგიური ასე ვთქვათ ერთ-ერთი გურუ ხო მსოფლიოსი ამბობს რომ ჩვენ ვართ ანუ საყრდენი დასავლური ცივილიზაციის ამერიკა და პლუს ამას ჩვენ ვადევნებთ ქრისტიანობასთან რაღაცა შემოbrunებით ცდელობას რამდენად ავთენტურია და რაღაცა ეს სხვა საკითხია მაგრამ საკუთრივ ის ევროპას ერთ-ერთი მიზეზი გარდა ამ ეკონომიკურისა რატომაც ძირი ეთხრება არის ეს კულტურული თემა ხო იგივე მიგრანტები რომლებსაც საერთოდ არ აქვს პრობლემა თვით იდენტიფიკაციასთან და რელიგიური არასიმილირდებიან და ამათ ევროპამ აი შეიძლება რელიგიური კომპონენტი გასაგებია რაღაცაზე გადაილახა მაგრამ კულტურული ქრისტიანობაც გადალახეს ევროპელებმა და ეგ რომ მოდის სამხრეთიდან რომ მოდის ადამიანი იმას ვიტალური ძალა მეტი აქვს და როცა მოდის ამ ზედმეტად გაკულტურულებულ ევროპაში ის ჭამს უბრალოდ ამ ყველაფერს რა ის ანგრევს ის ითვისებს და არ აქვს პრობლემა ამისი